რა არის ბოლო iPhone-ის ყველაზე დიდი მინუსი? წინა ვიდეოში ძალიან ბევრ ტექნიკურ დეტალზე ვისაუბრე, მაგრამ ეს ვისაინტერესებს. ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი iPhone-ის მომხმარებლებისთვის ხომ თავარი ის არის, რამდენი კამერა გამოჩნდება სარკის წინ გადაღებულ სელფში. აი იმ ადამიანებზე ვამბობ, რომ ვერ გაიგებ ფოტოს iPhone-ს უღებენ თუ თავის თავს. ისე ჩემი აზრით, ესეთი მომხმარებლები ალბათ უფრო iPhone 13 შეიძენენ, რადგან 3 კამერაც აქვს და ფოტოზე ვერავინ გაარჩევს iPhone 13 გაქვს თუ 18. 17-ზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. და ამ 16S გამოშვებას iPhone-ს ჯობდა აი ესეთი ხელსაწყო გამოიშვა, უფრო დახვეწილი და ეს მნიშვნელოვანი და ულამაზესი მომხმარებლები შეძლებდნენ უკვე აი ასეთ სურათების გადაღებას. iPhone-იც წინა პლანზეა, ხელებიც თავისუფალი. თქვენ რას ფიქრობთ? ისე iPhone 14 Pro-ს ფაქიზად ნახმარსაც იყიდით იგივე ფასში, რაც 16R-ს. 3 კამერაც აქვს და მონაცემებიც არც ისე ჩამოუვარდება ბოლო iPhone-ს. თქვენ რას ფიქრობთ, დაწერეთ კომენტარებში.